ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკა კიდევ უფრო მკაცრდება. კანონში უკვე შესული ცვლილებების შემდეგ იწყება მეორე ეტაპი. არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ამოქმედება ახალი მექანიზმები, რომლებმაც ქვეყანაში უკანონო დარჩენის საშუალებები უნდა აღმოფხვრას. კერძოდ, ცვლილებები შედის სასწავლო ბინადრობების გაცემის წესში, რაც ნიშნავს, რომ მკაცრი რეგულაციები დაწესდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შესაბამის ნებართვას არა სწავლისთვის, არამედ საქართველოში ყოფნის გახანგრძლივებისთვის იყენებენ. ხელისუფლებამ მსგავსი შემთხვევების სტატისტიკის გახშირებაზე მიუთითებს. დამატებით შემოწმებას გაივლიან ის პირებიც, რომლებიც ქვეყანაში დასარჩენად და ბინადრობის მუდმივი საბუთის მოსაპოვებლად ფიქტიურ ქორწინებას მიმართავენ. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ბინადრობის უვადო საბუთი უცხოეთის უკვე 30,000-მდე მოქალაქეს აქვს. კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას არალეგალურად მყოფი უცხოეთის მოქალაქეების გაძევების პროცედურა უძღოდა წინ. ცოტა ხნის წინ კი შრომითი მიგრაციის წესებით შეიცვალა. მანანა დევაძე არ ყვავდა რა შეზღუდვები წესდება და რა წესები იმოქმედებს საქართველოში ცხოვრების კანონიერი უფლების მისაღებად. უცხოელის მიერ საქართველოს მოქალაქესთან ფიქტიური ქორწინება დასჯადი ხდება. საქართველოში ბინადრობის მოსაპოვებლად საკანონმდებლო რეგულაციები მკაცრდება და სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 18 კანონში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე დაუჭირა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქესთან ქორწინებით უცხოელი საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლებას იღებს. გამკაცრებული რეგულაციების დამტკიცების შემთხვევაში კი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბინადრობის მისაღებად სპეციალურ კომისიასთან გასაუბრება მოუწევს. ქორწინების ნამდვილობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში საკითხს საგამოძიებო უწყება შეისწავლის და თუ ფიქტიური ქორწინება დადასტურდება, კანონდამღვევს ქვეყნიდან გაძევების გარდა ჯარიმა, შინაპატიმრობა ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი 344 ტერცია მუხლი, რომელიც ადგენს დასჯადობას ისეთი ქორწინების ან ქორწინებაში ყოფნის, რომლის მიზანსაც არ წარმოადგენდა ოჯახის შექმნა და მიზანი იყო უცხოელის მხრიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება. საკანონმდებლო დონეზე გაწერილია მექანიზმი, რომ უნდა მოხდეს კომისიის წინაშე, სპეციალურად შექმნილი კომისიის წინაშე გასაუბრება და კომისიას გაუჩნდება ეჭვი, რომ აქ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას. ეს საქმე გადაიგზავნება შემდგომი გამოძიების მიზნით ტერიტორიული განჯადობის მიხედვით შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. თუ კი დადასტურდა, რომ ქორწინება იყო ფიქციური, ბუნებრივად დადგება შესაბამისი განაჩენი. უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი ფიქტიური ქორწინების გარდა სასწავლო მიზნით ბინადრობის საკითხსაც ეხება და სასწავლო ბინადრობის ბოროტად გამოყენების რისკებს საკანონმდებლო დონეზე აწვევს. სასწავლო ბინადრობის მისაღებად უცხოელ სტუდენტს პირველ რიგში უცხოენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა ან უცხოენის გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ახალი რეგულაციების და სხვადასხვა კრიტერიუმების დარღვევის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბინადრობის უფლება ჩამოერთმევა, უმაღლეს სასწავლებელს კი გააფრთხილებენ ან ჯარიმას დააკისრებენ. ალექსანდრე დარახველიძის შეფასებით ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ საქართველოს ეფექტური და გამართული მიგრაციული პოლიტიკა ექნება. თუ კი უცხოელს სურს საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაირიცხოს, მან უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული კონკრეტული ენის ცოდნის სერტიფიკატი. დამატებით გაჩნდა საშუალება, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცეს უფლებამოსილება კონკრეტულ შემთხვევაში ორგანიზება გაუწიოს უცხოენის გამოცდას. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად გაიწერა ვალდებულება, რომ თუ კი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში, ერთი სასწავლო წლის მანძილზე საუბარია 2 სემესტრზე, მინიმუმ უნდა დააგროვოს მესამედი იმ საერთო კრედიტების რაოდენობის 90 დღეზე მეტი ვადით თუ შეიჩერებს სტუდენტი სტატუსს. ამ შემთხვევაში ესეც იქნება საფუძველი იმისა, რომ უცხოელ სტუდენტზე მაქვს საუბარი, საფუძველი იმისა, რომ მოხდეს მისი ბინადრობის გაუქმება. ალექსანდრე დარახველიძის მოხსენების შემდეგ კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების სასწავლო ბინადრობის და ფიქტიური ქორწინებების გარდა დაგეგმილი 18
18 ცვლილებიდან იმ საკითხით დაინტერესდნენ, რომელიც საქართველოში უცხოელი მსჯავრდებულების დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლას ეხება. უფრო კონკრეტულად კი კანონმდებლების ნაწილს აინტერესებს ახალი სამართლებრივი ნორმა შეეხება თუ არა მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ბიუროკრატიული მექანიზმს ახوار ვართულებთ და თუ ახლა უცხოენის ცოდნა სავალდებულოა და რა თქმა უნდა სავალდებულოა იგივე მომწვევმა რო გააკეთოს ეს უფრო მოქნილი რო გავხადოთ ეს სისტემა ბიუროკრატიის ნაწილი უფრო მოწესრიგების მიზნით არის მესმის რომ ეს ართულებს პროცესს და დამატებით ბარიერს შემოგვაქვს მაგრამ აქ რისკი ის არის რომ თუ ეს მექანიზმი ისე დარჩება როგორც არის შესაბამისად რისკი იმისა რომ ბოროტად ისარგებლონ ამ მექანიზმის ძალიან მაღალია. თქვენი საუბრეთ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ქორწინების საფუძველზე მიღებულ ბინადრობის ნაწილში და რამდენად პროპორციულად მიგაჩნიათ ამ შემთხვევაში როდესაც ღებულობთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს სამართლებრივ პასუხისმგებლობა იყოს გათვალისწინებული. პრევენციის კუთხე ძალიან კარგი მექანიზმია რომ ижევოდეს ეს სამართლის წესით. უკიდურესი არის თქვა თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადი, თუმცა არის ჯარიმა, უცხოელი შემთხვევაში გაძევება და ქვეყანას შემოსვლა აკრძალვა როგორც სასჯელი, შინაპატივრობა. თუ კი ერთ-ერთი მხარე განაცხადებს, რომ ქორწინება იყო ფიქციური და მათი მიზანი არ იყო ოჯახის შექმნა და მათი მიზანი იყო ბინადრობის მიღება და განაცხადებს და განცხადებით გამოცხადდება პოლიციაში, მას არ დაეკისრება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. 30 წელია უკანონოა ისეთი ქორწინება, რომლის მიზანიც არ არის ოჯახის შექმნა. მაგრამ არ არსებობდა ქმედითი საშუალება იმისათვის, რომ ასეთი დიაში დანაშაულებრივი გზით საქართველოში ლეგალურად ცხოვრების მოპოვების მცდელობები აღკვეთილიყო. კანონის მიზანი არ არის ვინმეს პასუხისმგებაში მიცემა, კანონის მიზანია პირიქით პრევენცია ახალი დანაშაულების. იმ ჩადენილი დანაშაულის ხარისხისგან, რაც უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩადენილი საქართველოში. აში როცა ის პრეზიდენტი იყო, მერეც როცა უკანონოდ განმოკვეთა ჩვენი ქვეყნის საზღვარი, კონკრეტულად ამ ადამიანზე გავრცელდება თუ არა აღნიშნული განპროექტი. ნებისმიერ უცხოელ მსჯავრდებულს შეუძლია ისარგებლოს დღესაც ვადაზე ადრე გათავისუფლებით, ისარგებლოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, შინაპატივრობით ან საზოგადოებრივ სასარგებლო შრომით შეცვლით, თუმცა აქ არის თავარი საკითხი. ყურადღება ექცევა მსჯავრდებულის პიროვნებას, მისი მხრიდან დაწესებულებაში გამოვლენილ ქცევას, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს და საბოლოო ჯამში დადგენილი არის თუ არა საბოლოო სასჯელი რა უნდა მოიხადოს ამ ადამიანს. მას არაერთი მიმდინარე საქმე აქვს და აქაც ასე ვთქვათ მიმდინარეობს საკითხების განხილვა. საკანონმდებლო ორგანომ 18 კანონში დაგეგმილი ცვლილებების საკომიტეტო ფორმატში განხილვა დღეიდან დაიწყო. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს და სამივე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცებს.